სამართალდამცველებმა 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. დაკავებულია 39 პირი. განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა. საპოლიციო მოქმედებები ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. გარდა ცეცხლსასროლი იარაღებისა ამოღებულია ხელყუმბარები, მჭიდები და ასეულობით ვაზნა, ასევე ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციელებმა დაკავებულების პირადი საცხოვრებელი სახლების დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩრეკისას მტკიცებად ამოიღეს დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარები, მჭიდები და ასეულობით ვაზნა. ასევე ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226, 260 და 273 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორგანიზებულ დანაშაულთა ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში ყოველდღიურად ახორციელებენ სხვადასხვა საპოლიციო ღონისძიებებს, რათა გამოვლენილი იქნას ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული პირები, ასევე ახორციელებენ პრევენციულ ღონისძიებებს, რის შედეგიც არის ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღების ფაქტები. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ბოლო 2 დღის განმავლობაში ჩატარებული საპოლიციო და საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ამოღებულია არაერთი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. საზოგადოებრივი წესრიგისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ხასიათის საპოლიციო ღონისძიებების ჩატარება. როგორც მოგეხსენებათ, გასული წლის სტატისტიკის მიხედვით მნიშვნელოვნად შემცირებულია ჯანმრთელობისა და სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, რაც სწორედ სამართალდამცავების ეფექტიანი მუშაობის შედეგია.